პოლიტპატიმრებმა სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო აქცია გამართეს. ასპინძას, ახალციხესა და ბორჯომს თბილისიდან ყოფილი პოლიტპატიმრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ადგილობრივებს 14 აპრილს სპორტის სასახლეში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. მოსახლეობამ თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს თავისი პრობლემებიც გააცნეს. ისინი დედაქალაქში დაგეგმილ ყრილობაში მონაწილეობას აპირებენ. ევანდელ დღესთან დაკავშირებით ანალოგიურად ესე იგი ძალიან ჩემს ოჯახზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა ნაციონალებიდან 17 წელი ვიმუშავე გამგეობაში მთავარ ბუღალტრად გამოვედი იქიდან სუფთად ამაზე წინ ვინც იყო გამგებელი გამანთავისუფლა რა ქვია სამსახურიდან არაფრის გამო 4 სულიან ოჯახში მუშაობდი მარტო მე მოხდეს სამართლიანობის აღდგენა და გასამართლდეს დამნაშავე რეჟიმი აი მოძილითადი მოთხოვნით და ამოცანით დავდივართ რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობთ ამ ინიციატივას და მე დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენს ამოცანებს გვერდში ამოუდგება როგორც რეგიონის მოსახლეობა ისე დედაქალაქის მოსახლეობა დღეს სამცხე-ჯავახეთში გამართულ აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის შეუერთდა. მისი თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს და ამის გამო ადგილობრივებს პოლიტპატიმრების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. პოლიტპატიმართა გამართულ აქციაზე მელორ ვაჩნაძე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს საქციელის გაკონტროლებისაკენ მოუწოდა. ყოფილმა პოლიტპატიმარმა ასპინძაში გამართულ აქციასთან დაკავშირებით გამგებელი ბესიკ ბექაურიც დაადანაშაულა. ჩვენ სხვადასხვა რეგიონებში ჩავდიოდით და ჩავთვალეთ მიზანს შეწოდნათ რა თქმა უნდა აქაც ჩამოსულიყავით და თან იმ ფონზე რომ აქ ყველაზე ესე ვთქვათ კაცრად იყო ეს რეჟიმი გამოხატული. ყველამ ერთად უთხრათ ახალ ხელისუფლებას რომ უარი ვთქვათ იმ რეჟიმზე რომელიც 9 წლის განმავლობაში ადამიანებს დევნიდა, ავიწროებდა. ნაციონალური მოძრაობის გამგებელი ბექაური ბესო დადის კარდაკარ აგროვებს ხალხს და აშინებს ხალხს არ მოსულიყვნენ შეხვედრაზე, მაგრამ როგორც ხედავთ ამ ხალხს არ ეშინიათ. მოსახლეობის პირველი მოთხოვნაა აღდგეს სამართლიანობა და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. მელორ ვაჩნაძის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ბესიკ ბექაური ამბობს, რომ ამჟამად მოსახლეობასთან შეხვედრებს მათი პრობლემების განსაცნობად მართავს და ახალ პროექტებში პრიორიტეტების განსაზღვრაზე მუშაობს. გამგებელი ექროსთან სატელეფონო საუბარში ყოფილ პოლიტპატიმრებს მოვლენების ობიექტურად შეფასებისაკენ მოუწოდებს. რაც შეეხება იმას, რომ ვინმეს ვაშინებდი, ჩემგან არავის არ ყოფილა და თუ ვინმეს მოიყვანენ ერთ ადამიანს, რომელსაც მე შევხვდი და უთხრა აქციაზე არ მივხვიდეო, ანუ პასუხს ვაგებ. მეორეც ის, რომ ის ბრალდები, რომლებიც წარმოდგენილი იყო დღევანდელ დღეს, სრული აბსურდია და თავიანთ უნიათობას აბრალებენ და მაბრალებენ მე. დღესვე სამცხე-ჯავახეთში გამართულ საინფორმაციო აქციაზე ნანა კაკაბაძემ პოლიტდევნილებისა და პოლიტპატიმრებისათვის სტატუსის მინიჭების ახალ სიაზეც ისაუბრა. არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნულ სტატუსს ამ დროისათვის დაახლოებით 150-მდე ადამიანი ითხოვს, სადაც შესული არიან ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელი მაღალჩინოსნები, მათ შორის ლევან მამალაძე. ნანა კაკაბაძის თქმით, სიები ამ დროისათვის პარლამენტში განსახილველადაა გადაგზავნილი, თუ ვინ მიიღებს პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის სტატუსს 10 დღეში გაირკვევა.